დავუბრუნდებით საქართველოს პარლამენტს, სადაც როგორც გითხარით, ხმაური იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხდომაზე, სადაც დეპუტატები ცხარე კამათის ფონზე მსჯელობდნენ გარკვეული კანონპროექტების მიღების თაობაზე. თამარ სანოძე იმყოფება საკანონმდებლო ორგანოში და ის მოგასწრის დეტალებს. თამარ, გისმენთ. დღეს ხმაური იყო პარლამენტში განათლების საბჭოზე კომისიის ხდომაზე, სადაც განიხილებოდა სიახლე, კანონში შესატანის სიახლე, რომელიც მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის მაგივრად უნდა განხორციელდეს. ამ თემაზე განსხვავებული აზრი აქვს განათლების სამინისტროსა და კომიტეტს. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც კითხვის დასმის სურვილი პედაგოგთა საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. შემოვიდა საპროვოკატორო. ვიგიცხადო კითხვის დასმის უფლება არ აქვს. ეს ფორმა როგორც უზრდელმა იკადრა, ეს 53 სკოლის ყოფილი დირექტორი რო იყო. დაფიქსირებული იყოს. ვინც გამოიყოს პროვოკაცია. კითხვის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ წყდება 60,000 მასწავლებლის ბედი. მთავარი შენიშვნა გახლავთ ის, რომ განათლების მინისტრი ატყუებს პარლამენტს, აი ამას გაუსვა მხას, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს სქემა, რომელიც პარლამენტმა არ იცის და პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მხოლოდ ის ვარიანტი, რომელიც მინისტრისთვის არის და მთავრობისთვის არის მოსაწონი. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხდომა ხმაურიანად დასრულდა. შევა თუ არა კანონმდებლობაში ცვლილებები, ეს ჯერჯერობით უცნობია. თამარ სანოძე გეურთებოდა პარლამენტიდან.